მოგესალმებით. ესე უბრალოდ და მარტივად ჩვენ მიწყებთ ქართულ ლიგას. დღეს პირველი მეოთხე ფინალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებს 4 გუნდი. მინდა გითხრათ, რომ ამ 4 გუნდიდან ნახევარფინალს შემდეგ ეტაპზე გადის 2 გუნდი. შემდეგ კიდევ 2 მეოთხე ფინალური შეხვედრა, იქაც 4 გუნდია და წესით სულ უნდა დაგვიგროვდეს 6 გუნდი, თუმცა მე უკვე ჟიური საბოლოო ჯამში რას და როგორ გადაწყვიტავს ვინმეს დაამატებს, ამას უკვე შემდგომში ვნახავთ. კარგით. მოდი ჯერ მივხედოთ ჩვენს პირველ მეოთხე ფინალურ შეხვედრას. წარმოგიდგენთ გუნდებს. მაშასე ქართული უნივერსიტეტის გუნდი სანგუ. ახალქალაქის გუნდი ძველი თბილისი. ქართული ლიგის გუნდი ორპირი ქარი. და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ. მადლობთ, ზუსტად ეს 4 გუნდია, რომელიც იბრძოლებს იმ 2 გასასვლელი ადგილისთვის და ამას რა თქმა უნდა ჩვენი ჟიური გადაწყვიტავს. მაშასე თავისივე სახელობის ღამის-შოუს წამყვანი გიორგი გაბუნია. იუმორისტი, მომღერალი, რა ვიცი, რა შეიძლება კიდე ეთქვას ამ ადამიანზე, ქართული ლიგის ორგანიზატორი ჯიმი აბესაძე. პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკასა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი. იუმორისტი და ქართული ლიგის დიდი გულშემატკივარი ლევანიკო გოგორელიანი, იგივე ფაქო. და ბოლოს ტელე და მუსიკალური პროდიუსერი ზვიად ბლიაძე. მოდით მეც და თქვენს ერთად უსურვოთ გუნდებს წარმატება, შეგიძლიათ მიბრძანდეთ კულისებში, მოემზადოთ პირველი კონკურსისთვის. სანამ გადავალთ პირველ კონკურსზე, მინდა ჯერ მადლობები გადავიხადო. მაშასე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ირაკლი ნაზროშვილს, გაწეული დახმარების და რო დღეს ჩვენ ვიმყოფებით და მერვე ჩვენ სეზონს ვატარებთ სამედიცინო უნივერსიტეტში, ეს მისი დამსახურებაა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ თეა ჯუღელს. კარგი, დაუბრუნდეთ ჩვენს პირველ კონკურსს. მაშასე თქვენი წინაშე პირველი წარდგება გუნდი სანგუ. ხო. სანგუს ხუმრობები გაგანდოთ, გაგიმხილოთ ჩვენი გუნდის წადილი. ამ სეზონზე გვინდა ჩვენ რომ განახოთ სანგუს გუნდის ცეცხლოვანი თამაში. მოგესალმებით ჩვენო უსაყვარლესო, უძვირფასესო და პატივცემულო ჟიური. ასე რატომ მიესალმე? ნახევარფინალში თუ არ გადაგვიყვანეს დაგვამატებენ მაინც. მოდი ჟიურის ვეხუმროთ. არც კი გამედოთ. ჟიური გაიქეცით. ამათ მე შევაკავებ. მოდი ჯობია ისევ ჩვენს თავზე ვისაუბროთ. ჩვენს გუნდში ყავს მოცეკვავე, რომელიც პარალელურად ძიძადაც მუშაობს. მოიცადა, ეს ასე უნდა იწვეს? იწვეს რა, ამ სცენარში სიტყვა მაინც არ აქვს.
კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ლიკა, მოდი მე გავაგრძელებ. შენ რატომ უნდა გააგრძელო? მე უკეთესად მეტყველებ, მე ხომ ფილოლოგი ვარ. ხო ხედავ რომ ხახს არ ეციება და ეგრე მე ისტორიკოსი ვარ, მაგრამ მეგობრებო, მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ ლუკა ამ გუნდში ზედმეტია. ვინც თანახმახართ, გუნდიდან გაუშვათ ხელი აწიეთ. ლუკა, გაეთრიე. Es die den gsi es dis has dur geldi mir კარგი, მოდი დაბრუნდი, მოდი. მეგობრებო, გისმენთ? ვინმე ამიხსნის ამ როლის სათამაშოდ? კასტინგი რა საჭირო იყო? იყო. გონის ჯობს სიტუაციებზე გადავიდე. ალბათ ყველას ყოლიათ დედა. ნახოთ შემთხვევა ბრაზილიაში. დედა, ეზოში გამიშვებ? არა? დედა, შენ? მოგეხსენებათ, ტაქსისტებს ბევრი ლაპარაკი უყვართ, თუმცა ეს ბევრ მგზავრს აღიზიანებს. წარმოგიდგენთ სიტუაციას ტაქსში. იცოდე, 50 ლარს გაძლევდა მთელი გზა ხმარა მოიღო. ეს რა ქუჩაა, სად ვართ? აუ, აქ რა სიცივეა. აი, მოვედით აქ გამიჩერეთ. ჯამთელობა, ნუცუბიძე და შენ სიცივე ციფრში უნდა გენახა. მოდით ვნახოთ კენტავრი. ახლა კი ვნახოთ გორელი კენტავრი. წარმოგიდგენთ პოლიციელებს 90-იანი წლების საქართველოში. ბოდიში უნდა შეგამოწმოთ. ეს რა არის? ეს რა არის, ბიჭო? რა არის? ლიკა, ხო გითხარი რომ ამ ცეკვაზე არ გაიცინებათ თქო? და ბოლოს, დღეს ჩვენ ვიხუმრეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. ბოლოს კი ჟიური ადგება და მაინც სიტყვის დღეს საუკეთესო მაყურებელი იყო. გმადლობთ, თქვენ წინაშე იყო ქართული უნივერსიტეტის გუნდი საგუს. მადლობა, ეს გახდათ გუნდი სანგუ. გუნდი სანგუ გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი
ბრაჭუს, უნივერსიტეტის კანცლერს ბატონ თამაზ ვაჩაძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტურ თვითმმართველობას. ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე, ახალქალაქის გუნდი ძველი თბილისი. ხოთ ბავშვებო. ისე მიესალმე მაყურებელს, რომ თელმა მსოფლიომ გაიგოს. ბარევ ძეს. დღევანდელ თამაშს სომხურ ქართული გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამიტომაც ჯობდა სადმე ნეიტრალურ ადგილას ჩაგეტარებინათ. მაგალითად სად? ავლაბარში. მეგობრებო, ეს თამაში ჩვენ უნდა მოვიგოთ. გამარჯვებულზე პრიზი რა არის? 100 და 1000 ლარი. ესე იგი 1050 ლარი. ეგ როგორ? დავიჯერო იმ 1150 ლარში ვერ გავყიდი? ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი დღისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. შევიკრიბეთ, ვირეპეტიციეთ, დასაცმელი ვიყიდეთ, მაგრამ ისეთი გზნობა მაქვს, თითქოს რაღაც დაგვავიწყდა. ხუმრობები დავწერეთ? აუ, ხო თქვი, რაღაც დაგვავიწყდა თქო. შენ მაგარი გულმა ვიწყო ხარ. რატო ვარ გულმა ვიწყო? აბა ფული რომ გასესხე, რატომ დაგავიწყდა? ეს ლუში, ეგ კი არ დამავიწყდა, დავივიწყე. მოდი უბრალოდ თქვენ თავზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, სომხებს მსოფლიოს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად, ჩინეთის დიდი კედელი. ახფერ, ეგ კედელი ჩვენ ავაშენეთ? არა, მაგრამ აპალოვკა ჩვენი შეკრულია. სხვათა შორის საქართველოში ბევრი სომხური ქალაქი არსებობს, მაგალითად ვანი. ვანი რანაირად არის სომხური ქალაქი? ეგ მერე შეოცვალეს სახელი, თორე თავიდან ერევანი ერქვა. სომხურ ანბანში ეგ სიხმოვანია. აბა ჩამოთვალე. ვა! დაიმახსოვრეთ, სომხები ყველაზე მდიდარი ხალხი ვართ. თქვენ რამდენ ოქროსაც სეიფში ინახავთ, ჩვენ მაგდენი კბილებში გვაქვს. სომხები იმდენად თავშენახული ხალხი ვართ, რომ ეიფილის კოშკს საფრანგეთში ვინახავთ. ისე რო იცოდეთ, არის მოსაზრება, რომ კიდობანი პირველად არარატის დასთან გაჩერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხები პირველები ვართ, ვისაც პარკინგი გქონდა. ისე, ჩემი აზრით სომხებს ამერიკა უფრო გვიყვარს ვიდრე საქართველო. რატომ? ამერიკაში კარდაშანი გავაგზავნეთ და საქართველოში ვლად არ ამოვი. დაიმახსოვრეთ მეგობრებო, შოთა რუსთაველზე იმიტომ ვიძახი ჩვენია, რომ ის ნიჭიერი ადამიანი იყო, თორე გიას ურამელაშვილზე ვამბობთ რამეს. დაიმახსოვრეთ, სომხები ყველაზე ჭკვიანი ხალხი ვარ. შენ აბა მითხარი, რა ერქვა ლუი მე-14 საყვარელს? არ ვიცი. აი, ჭკვიანი ქალი, რა შენი საქმეა ვინ ვისთან დაძვრება? ისე სულ მაინტერესებდა. მამა შენი რა საქმიანობს? მამა ჩემი მძღოლია. ნუ ნერვიულოდ საატანე. მასე ჯაბოვიჩმაც ეგრე დაიწყო და ეხა უნდა ნახო რა ხალხის პირადი მძღოლია.
კარგი მეგობრებო, მგონი დროა მაყურებელს ჩვენი სასაცილო ნომერი ვაჩვენოთ. კარგი აზრია. ახლა კი წარმოგიდგეთ ერთადერთ და განუმეორებელ სიტუაციას. სიტუაცია სომხურ ოჯახში. მიდი იანა, შენ ამას შეძლებ. მიდი იანა, შენი იმედი მაქვს. მიდი იანა, ამრეშხელმა. ოჰო, კაი, ზაзвეც უცი. აჰა, შვილო, 20 თეთრი, წადი ბულკი იყიდე. სანამ ბავშვი ბულკში 20 თეთრს მიაფშვნიდავს. ჩვენ გვინდა ჩვენი გამოსვლა დავამთავროთ ჩვენი სცენარისტის სიტყვებით. Eli poxtu, eli xaxti. Eli poxtu, eli xaxti. Eli poxtu, eli xaxti. Xaxti poxtu, poxtu xaxti. მადლობა თქვენ წინაშე იყო ახალქალაქის გუნდი ძველი თბილისი. გუნდი ძველი თბილისი გაწეული დახმარებისთვის მადლობა სუხთი სახელმწიფო რწმუნებულ სამცხე ჯავახეთის მხარეში ბატონ ზაალ გელაშვილს და ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ მელქონ მაკარიანს. ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე ორპირიქარი. ხოთ. მოგესალმები მაყურებელო, შემართლა კარგო საყურებელო. მაშასე დავიწყებთ. დიახ, დიახ. სწორად მიმიხვდით. მე ვეუბნებით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს. მაშასე ვიწყებთ. გიორგი, გუშინ ვიყავი იმერულ ქორწილში და მაგიდას ფეხი გამოვკარი. მერე იქანე სუფრა დაიყარა იმის. საოცრება. მოდით ვნახოთ როგორ აღნიშნავს გოლის გატანას ჟორჟ მიქაუტაძე. ახლა კი ვნახოთ როგორ აღნიშნავს გოლის გატანას წყალტუბო ელიფეხბურთელი. ჩვენი გარში დაარტყი ბიჭო. გონი გევიდა? კი. ნახოთ ინდაურების ოჯახი. კიდევ თროლ. Meow.
გიორგი მოსწინე. ხალხი კი იცინეს, მაგრამ რა მიაუვი. ადამიანმა გამოგიცხადა ინდაურებიო და მიაუ რატო არა, ვერ მივხვდი. რა ვერ მივხვდი? ვერ მივხვდი. რა სიტუაცია, ეგი? თაკო, ბიჭები დაგტოვე გადი. თაკო არ დაგტოვო ბიჭები. თაკო, ბიჭები დაგტოვე. რა გინდა შენ ბოლო-ბოლო? შენ საერთოდ კაცი არა ხარ ზმაო. ჯერ ამაქვს ის გულში ჩარჩენილი, ბავშვობაში ბურთი არ მათხოვე. ეგ ბურთი არ იყო, ჩემი გითხარი ათასჯერ. ბურთი არ იყო შენ. საერთოდ არაფერი არ მინიატურას ვერ თამაშობ. რას ვერ თამაშობ, ბიჭო, შენ მე ვერ თამაშობ მინიატურას? თაკო, გამომიმცხადე. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი გაბუნია წარსულში მუშაობდა ელექტრიკოსად. მოდით ვნახოთ გიორგი გაბუნიას ქუჩაში ხვდება მეგობარი. გაბუ როგორ ახალ? რა საკეთებს? მოუ, შენ რა გინდა? 40 წლისა ვარ უკვე თითქმის და გამომიყვანე და ამგეს პაკეტები. და მიაუ და რაღაცებს ვარ. რა გინდა? ბოლო-ბოლო, სიმღერა თუ არ შეგიძლია გადი. ანუ სიმღერა გჭირდება? კი ბატონო. არიზა თქვენგან განსხვავებით მე არასდროს მავიწყდება მემენტო მორიმენტო ის ელემენტარული ვერ მიმღერია ბლუკანარი და საკრამლენტო მაგრამ ვიცი ცხოვრებაში დამიდგება მომენტი მექნება კონცერტი გალა მის სამღერი კარგად რომ ვიღერ ღმერთო მომენტი ძალა შენ ბოლო რა გინდა მოდი ერთი წუთი აგერ რა გინდა ბოლო რა მინდა გამომე დარბაზიდან რა მინდა სიმღერით ვიდეო მიხალე შენ იმღერე ეს სიმღერა აბა ვინ იმღერა ვინ აი ხედე უკან რა გინდა ბოლო მითხარ მე კი არა მინდა ბიჭო ჭიკჭიკიჩ მომისმენი აგერ მე ხო გაგიშვი გუნდიდან შენ არ გივარგა მეტყველება რა ვქნა მონაწილეობის მიღება მინდა და მონაწილეობის მიღება მეც მინდა მომისმენი აგერ ჩვერო მომღერალი გდომოდა ჭიკჭიკიჩ დავიმატებდით ჯაბოვიჩ ჯივია მესაძეს ჯივი ხო დავიმატებდით დევ 3 მიდის სად მიდი დაყუბო კარგად მღერის დაანებე თავ მანა დუ სოლე კიუბელეიტე ო სოლე მიო შეგიძლია სწორად მასწავლო როგორ უნდა ავიგო მოდი ზმაო აგერ ერთი წუთი მოდი ჟიუტია გასავლის მერე მიდი და გასავლის კარგი დავიმატოთ კაი ბიჭია რა გიდა კაი ბიჭია ხალხო არა დავიმატოთ გულში ხო დავიმატოთ კაია გეხუთუნე გამოვასწორებთ მეტყველებას არა უშავს მეგობრებო ჩვენი მისამება დასასრულს მივახლოვდა და ჩვენ გვინდა ჩვენი მისამება დავასრულოთ ჩვენი სპონსორის სიტყვებით ხო ვიგენი ვერ გადავიდოდნენ ნახევარფინალში კარგი მიმღეროთ დღეს როგორც არასოდეს ისე დარბაზი სულავი თვისებთ ისმის ბისი და შიჟვი ამული არ შეცნობები ხარვეზები ბრაგი რადგან თქვენ წინაშეა ორ პირიქარი ხუბრობები
რაცონია ის მოდა როგორც სიმფონია სადმე გინაგალა გისერში ასწავლა ამას ვეღარ გული ქაჩავს ვეღარ ვინი პრობლემებიც არილევა ეს ხეირს არიძლევა და გარშემო ნეგატივი ეპატიჟები და მანქანით ნელაიარეთ რომ არ გადაარტყათ კარტერი შეხული გვაწყდები ინერვები თამაშია მხატვარჯერი დარბაზია ის ღიარულება თუ მიახლა ჩვენთან ახლა შეტევას დაეცათ ხანდაგული თუ ნაზარი მომწარი და ხურული გავდა კარი კიდევ ბევრჯერი ხუმრებს ორბირი ქარი ორბირი ქარი ორბირი ქარი ვაუ დიდი მადლობა თქვენს წინაშე იყო გუნდი ორბირი ქარი სულ ხალისი აკანესი მონკუტაისი აქსულ გერიანტია შავი თანდრი მოვარგა იშაროთავი აღმიანის ყველა სუჩის კუტაისი სატანა ჩვენ კარგემა მოვიფიქრეთ ერთმანეთის დიდი მადლობა ეს გახდათ გუნდი ორპირი ქარი გუნდი ორპირი ქარი გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის წყალტუბოში არსებულ ბავშვთა გასარდობ ცენტრს დეარტს ეხლა კი ჩვენი შემდეგი მონაწილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ ხოთ თბილისია თბილისური ამხარი თბილისია სიყვარულის ხაბარი თბილისია სიმღერას რომ ახვევა თბილისი ხომ არასოდეს გაქრევა გულის თვენა შაშვის გალობა დედის სიმღერა და დედის ნანა ასეთ კბილი და ასეთ თბილია ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა მაშასე მოგესალმებათ გუნდი თესეუ აბა როგორ ახარ თქვენ შემოგევლო ჩემი დაჩენილი ცხოვრება ბაბი ცოტა ნაზად ნაზად ახავას მოგიწრობა ახლა კიდე ო ჩაბოვიჩ როგორ ახარ შეგიწუხდა გული ბაბი რა გჭირ შენ რატო ხარ ასე გახარებული ერთი ამბავი მაქვს უნდა გავთხოვდე მილიონერს უნდა გავყვე და რატო რატო და მამაჩემ ამითხრა მილიონერს თუ გაყვები ემალის კვაბებს გიყიდიო აუ მე კიდე ჩემშულს ბებიის სახელი უნდა დავარქვა და რა ერქვა ბებიას ბაბუის სახელი ო სეხნია ბაბი გაგაგდებთ იცოდე ერთხელ რომ გამაგდოთ მე მაინც მოვალ ორჯერ რომ გამაგდოთ მე მაინც მოვალ სამჯერ რომ გამაგდოთ მე მაინც მოვალ ოთხჯერ ბაბი გეყოს დროში ვარ შეზღუდულები აუ არა და 27-ზე მე ხლიშებოდა ხმა კარგით რა დროს ეგა ქალებს ამდენი პრობლემები გვაქვს საერთოდ არ ესმით ბიჭებს ჩვენი გონიათ რომ მარტო ყვავილები და სუნამოები გვაბედნიერებს არა და გვინდა შამპურზე მწვადი და სულგურზე მჭადი და ჯიგარი კეცე არ ვიფიქრო თქვენზე თქვენ გენაცვალეთ აუ ნეტა გადავალთ ნახევარფინალში ChatGPT-ს გითხოთ კარგით რა ყველაფერს ChatGPT-ს როგორ ეკითხებით ძალიან დამოკიდებულები ხართ ჰიპოთეზას გამოთქვა რომ მალე საკუთარი აზრი არ გაგაჩნდებათ ანი ჰიპოთეზა რა არის ო დაიცავ კითხავ ChatGPT-ს ეი თესეუში ბიჭები ისევ სწავლობენ აუ ესენი კიდე მოვიდნენ რა რატო მოხვედით სცენარში ასე წერია ჩემს გათახარა და მოხარ გურჯანის ნავილია სამეფო და თანადური ცნობილია და გათქმული გურჯანის ნავილია კარგით ხალხო იმან არ გაიგოს აქ რა ხდება ო ეს ვირტუოზი გიტარისტია თავისი გიტარით მოვიდა აუ უკრავს ხოლმე ალბათ თქვენი სახელი
Gashobit daigit, eseu. თენგო, ეს სამედიცინო უნივერსიტეტია, არ გინდა ქუთაისურად საუბარი. Bagi matikine egia matakana. Egi gindoda, ხო? გუნჩი ვინ არის? გამიდგერა და თავი გაცი. ბაბი. შიურში ვიზის? სვიო, ჯიმი და გაბუ. პოლოს ვინო? გაბუ. Omenadrezlien terebi perso. Zvelemurad shida. თენგო, არ გინდა ამდენი ქუთაისი ხაშურელი ციჟიურში. Mashase, khashuruli satrpialo. Tatvididdan gamoekhane. Tatvididdan gamoekhane. Im khari. თენგო, რომ იცოდი ამ გუნდში ყველაფერს გოგონები ვწყვეტთ. კი ბატონო, თქვენ გამოაცხადეთ და მე ვიმღერებ. ბიჭი უმღერის ინსტაგრამზე ნანახ გოგოს. აი და იმ დღეს შევნიშნე. ინსტაგრამზე ხალია ტუჩი მკერდი რომ იცქეს. გამიშტერდა თვალია ზღაპარში ვარ ზღაპარში. ფილტრით არ მიქარე. თუ არ ხარ გენაცვალე ავაზე გადაიფარე ღერის ზედმეტად რომანტიკოსი ადამიანი სუხელის გვიან ავდექი თვალს ვერ ვახელდი ძილისგანო არადას ფეხის თითი მივარტი აღმოხდა სიმწრისგან აი 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 თენგო მოდით ვნახოთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი ერთ სიმღერაში. Ya no estás más a mi lado, corazón. En el alma solo tengo soledad. Y si ya no puedo verte, porque chispas fuerte para hacernos sufrir más. ინდავთები გავშალო, ეს ვესტუმროზე წაში, აგრა ნიკ Gogo, Gypsy King solisti, Tonino Villegas. Hola amigo, ¿cómo estás, Tonino? Sí, soy Tengo. Sí, Jopovic, sí, el chico. Sí, chao, canto contigo. Rauda, საქართველო ესპანეთის თამაშზე, ჯაბოვიჩი. ესპანეთისგან ყოფილა და ბიჭებმა ჩვენ სახელზე რამე მივიწყენთ. Edmongeras esneva ნოტები რა თქონდა მილიონი აფასებსთან რეგორდებს ვინ არის ბაღდათეიო ბაღდათეია ნიჯერო შენი აგირია გარის თერჯოლეია აჭახაღანგეიხა სოპლარე შოუმენო სიცის პრომოუშენო დიდი მადლობა თქვენ წინაშე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ესეუ
მადლობთ, ეს იყო გუნდი თესეუ. გუნდი თესეუ გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ჯაბა სამუშიას, ასევე სტუდენტურ თვითმმართველობას. ჩავამთავრეთ პირველი კონკურსი და მე მგონია დარბაზის აპლოდისმენტებით არ იყო ეს პირველი კონკურსი ცუდი. და ჟიურის გადაწყვეტილებას მე მგონია ცოტა გაუჭირდებათ, მე ესე მგონია. მოდით გეტყვით, რომ მაქსიმალური ქულა პირველი კონკურსის შეფასების არის 10 და გავყვეთ. გამოსვლების თანმიმდევრობის მიხედვით. მას ასე გუნდი სანგუ, ქართული უნივერსიტეტი 9. ახალქალაქის გუნდი ძველი თბილისი 9. 1509. კი ბატონო. ორპირი ქარი. აბა. 10. და გუნდი თესეუ 5. სარამ დაითვლიან და გადავალ შემდეგ კონკურსზე. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და მის რექტორს ბატონ ირაკლი ნატროშვილს გაწეული დახმარებისათვის. და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ქალბატონ თია ჯუღელს. მას ასე ქართული უნივერსიტეტი სანგუ 45 ქულა. ახალქალაქის გუნდი ძველი თბილისი 45 ქულა. ორპირი ქარი 49 ქულა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თესეუ 50 ქულა. გადავიდეთ მეორე კონკურსზე, ეს არის ლიდერების კონკურსი. ჩვენ წინაშე არიან 4 ლიდერი თავისი გუნდების და თითო წრეზე იტყვის ორ ხუმრობას. დავასრულებთ, მე ჟიური გადაწყვიტავს საჯარიმო წრე წავიდეს თუ რომელიმე გაუშვას. ნუ მოკლედ ნახოთ რა მივყვეთ მოვლენებს და შევხედოთ. მას ასე პირველი დგას თესეუ, გთხოვთ, ორი ხუმრობა, ბაბი. შეყვარებული დამშორდა იუმორით ვერ ვეწყობითო. მე უთხარი ვერ ვეწყობით რა ფაზლი ხორო ვარ, შენზე გეგიდა ცეცხლით ხო? კი ბატონო, მადლობა, მეორე ხუმრობა. ერთი კვირის მოშიებულმა პოეტმა სამშობლოს პიროგი გაურითმა. კი ბატონო, ორპირი ხარი, გთხოვთ. გიორგი მიხვდა რომ ცოლი ღალატობდა, როდესაც ცოლმა სექსის დროს უთხრა მიდი ჯაბა, მიდიო. აი, ეგრე იყოს მეორე. ქუთაისელს ღარბს ეკლები არა აქვს. სირცხვილია გოუპარსავი ხო არ გავა უბანში. კი ბატონო, მადლობა ორპირი ხალი. ძველი თბილისი, გთხოვთ. სომეხი დამნაშავე, დაკითხვის დროს რასად როდის გამარჯვებული გახდა? გთხოვთ, მეორე ხუმრობა. სომეხმა მონადირემ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოინადირა, რადგან ზუსტად გაარტყა იმ კაცს, ვისაც კურდღლები ეჭირა. კარგით, სანგუ, მიდი. ბავშვ, თესეუში ჩაბარება უნდოდა, მაგრამ გამოცდის წინ იმდენი ლოცა რომ ჩვენს უნივერსიტეტში მოხდა. მეორე. ძალიან ძუნწმა კაცმა, რომელმაც კატა დაკარგა და პონელისთვის ჯილდოდ 300 ლარი დააწესა, კატა თვითონ იპოვა. კარგი, დავასრულეთ პირველი წრე. აბა, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ? მოგესალმებით, მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თესეუმ დაგტოვა პირველ წრეზე. თესეუ ბაბი გტოვებს ჩვენს კონკურსს. სამწუხაროდ, რას ვიზამთ? ესეთი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ. კარგით, ისევ ორი ხუმრობა დაგვრჩა სამი მონაწილე. ორპირი ხარი. მიდი. ბაღდათელმა კალათბურთელმა სამქულიანი ისროლა. ვერ ჩააგდო, მაგრამ ხო ისროლა. კი ბატონო, მეორე. გუშინ ქორწილში სიძეს იმდენი ურტყეს, რა ვაგავამხელდი, სიძე მე რა ვიყავი. კარგით.
ძველი თბილისი, ხო? სომეხმა კუბიდოლმა ისრები ვერ იშოვა და შეყვარებულ წყვილს კალაშნიკოვი გადაატარა. კარგით, მეორე ხუმრობა. ბაბუაჩემი იმდენად მეგობრული კაცი იყო, მეორე მსოფლიო ომში ლიმონკას რომ თავი მოხსნა, მტრებისთვის დაენანა და მეგობარს გადაუგდო. სანგო, მიდით. გამომძიებელმა რადიოში დარეკა და სიმღერა თავის მეგობრებს მიუძღვნა. გ, კ, ა, ლ და ჟ, ხ. მეორე ხუმრობა. როდესაც გია სურამელაშვილი ბინაში მოძრაობს, ეს არის უძრავ ქონებაში მოძრავი ქონება. კი ბატონო, კიდევ ერთი წრე დავასრულეთ. კიდევ ერთი მეორე წრეზე გამოგვეთიშა უკვე ორი ნომერი, ორპირი ხარი გტოვებს ორი ქულით. გავქნათ სამწუხარო, მაგრამ ესეა. კარგით, კიდევ ორი ხუმრობა და ძველი თბილისი გთხოვთ. სომეხ ფეხბურთელს ჰენრიხ მიხითარიანის ოჯახის წევრები და ნათესავები კილიან ბამპის სახელით იცნობენ. კი ბატონო, მეორე ხუმრობა. როდესაც კიმ კარდაშიანი არარატის თაზე იმყოფება, ხალხი ვეღარ ხვდება რომელი კარდაშიანია და რომელი არარატის თა. ავით. სანგო, მიდით. ზოოპარკში ცხოველების სიმცირის გამო ჭიხვინი ზებრას უწევდა. მეორე ხუმრობა. აცხადეს მელომანის ხვარი. მადლობა, დავასრულეთ კიდევ ერთი წრე. დიდი მადლობა, თითო საჯარიმო ხუმრობა თუ შეიძლება. კი ბატონო, თითო ხუმრობა. ძველი თბილისი, გთხოვთ. სომხური ხელოვნური ინტელექტი კითხვებზე გცემს პასუხს და დომინოსაც გეთამაშება. კარგით, სანგო. ცხოველთა დამცველი სამსახურიდან წამოვიდა და განაცხადა: გოჭი და კურდღელი თუ არ წამი, აბა ეს ხელფასი რა ჯანდაბად მინდაო. რას გადავწყვიტავთ? როგორც ხედავ, გადაწყვეტილება მიღებულია, ხო? კი. თითქმის. მადლობა ბავშვებო, ამ კონკურსში გაიმარჯვა სანგუმ. სანგუ. ძველი თბილისი, სამი ქულა, სანგუს ოთხი. დიდი მადლობა, გთხოვთ, იბრძანდეთ. გუნდებს გთხოვთ სცენაზე. მოვძანდით. კარგი, სანამ გავიგებთ საბოლოო შედეგებს, მოდით ჟიურის წევრებს მოусმინოთ. პირველი დაიწყებს ზვიად ბლიაძე. გთხოვთ ზვიად. დიდი მადლობა და როგორც სანგუმ თქვა, დიდი მადლობა თქვენ დარბაზს. ბატონო, არ უღალატოთ ტრადიციას. ძალიან კარგი ბავშვები ხართ, მართლა კარგი თამაში იყო და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. სილამაზისთვის ნათქვამი. სანგუ, ძალიან კარგები ხართ, როგორც წინა სეზონზე, ახლაც ფორმაში ხართ, ყოჩაყ ბავშვებო. განსაკუთრებული მადლობა თქვენს გულშემატკივარს. ბატონო. ორპირი ხარი ძალიან კარგი იყო. ნამდვილად არ მოველოდი ფესტივალის შემდეგ, რომ ასეთი კარგი იქნებოდა თქვენი გამოსვლა. გულწრფელად მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ესე ყველაფერი კარგად წავიდა. თესეუ, უკვე სიამაყით ვამბობ, რომ აი ჩემი თესეუ, კარგია. ძალიან კარგი მუსიკალური ნომრები, დიდი მადლობა ამისათვის და არა მარტო ამისთვის. რაც შეეხება ახალ ქალაქს, ძალიან კარგი ბავშვები ხართ. სწორად მოგაქვთ ყველაფერი ჩვენამდე, ის კოლორიტი, რაც სომხურ ერს გააჩნია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი მონაწილეობისთვის. ძალიან კარგი სტარტი გქონდათ. არ მოიწყინოთ ბავშვებო, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს და სომხებს გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო საერთო სიტყვა. ბევრი სიტყვა გვაქვს, მაგრამ ერთი ამ შემთხვევაში მინდა აღვნიშნო, ეს არის სიტყვა ოჯახი. ანუ ჩვენ ერთი ოჯახი გვაქვს. დიდი მადლობა ყველას, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა ზვიო. ჯიმი ამესაც, მიდი ჯიმი. მოვაციები და ტაში არ დაიშუროთ. კი.
მოგესალმებით, მივესალმებით ამ სტრეს საზოგადოებას, მადლობა ბავშვებო, მადლობა ჟიურისებო, მადლობა ბატონო ნიკა, რომ ესე კარგად გაუძეხით და დებიუტია დღეს თქვენი და უღრმესი მადლობა. ძალიან კარგები იყავით ბავშვებო, ყველანი და ვეტერანებს ხედავ აგერ ჩემს მეგობრებს, ბავშვები, დამწყები ბავშვები და თესეუს გამოვყოფ. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მაგრები ხართ. წარმატებებს გისურვებ. მე ბევრს ვერ ვილაპარაკებ, თვითონ სამშაბათს და პარასკევს ვიწევს ბევრი ლაპარაკი და აქ ცოტა დავზოგავ თავს. მიყვარხართ და წარმატებები. მადლობა. ირაკლი მეზურნიშვილი, გთხოვთ ირაკლი. მოგესალმებით. ძალიან კარგი თამაში იყო პირველი წუთიდან, ესეთ ჩვენ დავინახეთ ძალიან მაღალი დონე. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. მე მაქვს რა თქმა უნდა ჩემთვის ფავორიტი ნომერი, ჩემთვის განსაკუთრებით ძალიან გამოყოფდი ასე ვთქვათ ინდაურების ოჯახს. აი საოცარი ნომერი იყო. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ზოგადად ყველა ძალიან კარგები იყავით. რა თქმა უნდა, თესეუს ძალიან მაღალი დონის მისამება იყო. მე მინდა გისურვო წარმატება და დარწმუნებული ვარ წინ ძალიან საინტერესო თამაშები გველის. მადლობა გუნდებს, წარმატებები და მადლობა დღეს დამსწრეს საზოგადოებას. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ირაკლი. ლევანი გოგორელიანი, იგივე ფაქო. მადლობა ასეთი კარგი გულშემატკივრობისთვის. რა შეიძლება ვთქვა, ყველაფერი ვიხილეთ, იყო მუსიკალური კარგი ნომრები, იყო კარგი ხუმრობები, იყო მუსიკალური როგორც ქართული, ასევე უცხოური, მოკლედ ყველანაირი სიამოვნება მივიღეთ, როგორც ვიზუალური, ასევე მუსიკალური, ხო, ძალიან ჩამჩება ყოველთვის ალბათ ის ხუმრობა, რომ ალბათ ერთ მაინც ყოველას გონია დედა, ეს იყო რაღაცნაირი და ხო, ეს მნიშვნელოვანი იყო ისეთი იყო. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ნებისმიერ თამაშს დაამშვენებდით, თქვენ ისეთი სტილი გაქვთ და ისეთი მიდგომა იყო ნებისმიერ თამაშს დაამშვენებდით. მე ასე წარმოვიდგენია. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, გაამხნევეთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა ასეთი მაღალი დონის თამაშისთვის. მადლობა ფაქო. გიორგი გაბუნია. მოგესალმებით. მივესალმებით დარბაზს. დიდი მადლობა. ყველამ მადლობა გადაგიხადათ და მეც რა თქმა უნდა გიხდით დიდ მადლობას. კარგი გულშემატკივრობისთვის. ძალიან კარგი თამაში იყო. ბევრს არ ვილაპარაკებ. რა თქმა უნდა, ახალქალაქს განსაკუთრებით მართლა პირველად გამოდიან ქართული ლიგაზე და ძალიან კარგები იყავით გულწრფელად და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ბიჭები ფორმაში არიან, დაბრუნდნენ ძველ ფორმაში, რაც მახარებს ორპირიქარი. ფანტასტიკური იყო შესრულება, ძმაო, რა ვიცი, აი ფანტასტიკური მართლა და დიდი მადლობა. სანგუ ძალიან კარგები ხართ, როგორც ყოველთვის და თესეუ ძალიან კარგები ხართ. დღეს აი ძალიან კარგები ხართ. აი მართლა და გამიხარდა, რომ ესეთი კარგი შესრულება იყო და ბრავო თქვენ. მართლა ძალიან მაგარი იყო და მადლობა ჟიურის წევრებს, ბატონო ნიკა თქვენ და ყველას აბსოლუტურად. მადლობს. მადლობა ჟიურის, მე ვიტყვი რომ დიდი მადლობა გუნდებს, მართლა კარგი თამაში იყო, მაგრამ ქულები მაინც თავისას ამბობენ და მოდით გამოვაცხადოთ საბოლოო შედეგი. მაშასე ახალქალაქი ძველი თბილისი 48 ქულა, გუნდი სანგუ 49 ქულა, ორპირიქარი 51 ქულა, თესეუ 51 ქულა. ნახევარფინალში გავიდა ორი გუნდი, ეს არის ორპირიქარი და თესეუ. ამით ჩვენი პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულებულია. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.